ზამთრის თავგადასავალი გრძელდება. ამჯერად მერაბმა ნინა ბაკურიანში წაიყვანა. მათ დაგეგმეს ბორანებით მთებზე ასვლა, სკუტერით კატაობა და ბევრი ექსტრემი. გზად ულამაზესი ხედები იშლებოდა, თოვლით დაფარული ტყეები, სუფთა ჰაერი, მთის განსაკუთრებული ატმოსფერო მოგზაურობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. დღის ბაკურიანი სულ სხვა ემოციას ქმნიდა, სწრაფი მოძრაობა, თოვლიანი ბილიკები და ექსტრემის შეგრძნება ამ მოგზაურობას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდიდა. ამ ყველაფერთან ერთად მერაბში ბავშვურმა ბუნებამაც გაიღვიძა. ნინასთან ერთად მან პატარებისთვის განკუთვნილ სასრიალოთითაც კი ისრიალა. თითქოს ორივე მათგანი ბავშვობაში დაბრუნდა. დღის ბაკურიანი მათთვის ექსტრემისა და გულწრფელი სიხარულის იდეალური შერწყმა გახდა, რაც ამ მოგზაურობას კიდევ უფრო თბილ და დასამახსოვრებელ მოგონებად აქცევდა. ამ ყველაფერთან ერთად მერაბმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ფიზიკური ძალა და გამძლეობა. მან გადაწყვიტა ფეხით დაელაშქრა მთის ნაწილი და საკმაოდ ციცაბო, კლდიანი ბორცვი პირდაპირ ფეხით აირბინა. თოვლიანი და ციცაბო რელიეფი გზას ართულებდა, თუმცა მერაბი თავდაჯერებულად და შეუჩერებლად მიიწევდა წინ. ასეთ რთულ პირობებშიც მან სიმსუბუქით და ენერგიით დაძლია მაღალი ბორცვი, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის სიძლიერესა და შეუპოვრობას. მთის მწვერვალიდან გადაშლილი ხედები თითქოს მისი შრომისა და ძალის სიმბოლოდ იქცა. შებინდებისას ბაკურიანმა მისტიკული სახე მიიღო. ღამის ბაკურიანშიც მათ მთაში სკუტერით გასეირნება განაგრძეს. თოვლით დაფარული ღამის ფერდობები განსაკუთრებულ, ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნიდა. სკუტერით სრიალი ღამის მთაში ნამდვილი თავგადასავალი იყო, სავსე ემოციებითა და ადრენალინით. მთაში გასეირნების შემდეგ ისინი თბილ და მყუდრო გარემოში დაბრუნდნენ, სადაც დასვენება ბილიარდის თამაშით გააგრძელეს. მეგობრული შეჯიბრი და ბევრი სიცილი. მერაბი კვლავ განაგრძობდა ნინასთვის ქართული სიტყვების სწავლებას. ამჯერად მან სიტყვა მაგარი ასწავლა. სწავლის პროცესში ნინა უკვე თავისუფლად იყენებდა ქართულ სიტყვებს და სიცილითა და სითბოთი მერაბს ქართულად ძმას ეძახდა, რაც მათ მეგობრულ და თბილ ურთიერთობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს. საღამოს ისინი ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანს ესტუმრეს, სადაც ტრადიციული ქართული სუფრა გაიშალა. მერაბთან ერთად იმყოფებოდა რომა დოლიძეც. სტუმრებმა დააგემოვნეს ხინკლის წვნიანი პატარა ხინკლებით. კერძი მერაბს ძალიან მოეწონა. აღნიშნა, რომ ასეთი რამ პირველად ჭამა. შემდეგ მერაბმა ნინას კითხა თუ რას მიირთლევდა. ნინა ბროკოლსა და სალათას ჭამდა, რაზეც მერაბს გაეცინა. ნინას აშკარა ფავორიტი ჯონჯოლია. მას ჯონჯოლი განსაკუთრებით უყვარს. მან ჯონჯოლი მერაბსა და რომა დოლიძესაც გაუნაწილა. რესტორანში ყოფნის დროს მერაბს ფანებიც ესტუმრეს. თავდაპირველად არსებობდა ალბათობა იმის, რომ ადმინისტრაციას ისინი შიგნით არ შემოეშვა. თუმცა როგორც კი ეს ამბავი მერაბმა გაიგო, სუფრიდან მაშინვე წამოდგა და ფანებთან თავად მივიდა. ჩემპიონმა თბილად მიესალმა ფანებს შიგნით შემოიპატიჟა და ყურადღება გამოიჩინა მათ მიმართ. მერაბმა დრო დაუთმო ყველას, მეგობრულად ესაუბრა და ფანებთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო. ეს ჟესტი კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის უბრალოებასა და იმ დიდ პატივისცემას, რასაც ის საკუთარი გულშემატკივრების მიმართ ავლენს. ფანებისთვის ეს შეხვედრა ნამდვილად დაუვიწყარი გამოდგა. ეს უბრალოდ ლამაზი ჟესტი არ იყო. ეს იყო ადამიანის ნამდვილი სახე. მიუხედავად დაღლილობისა და კერძო გარემოსი, მან სუფრიდან წამოდგომა არ დაიზარა. გულშემატკივრებს თავად მიუახლოვდა და აგრძნობინა, რომ ისინი მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ეს საქციელი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რატომ უყვარს ხალხს მერაბი არამხოლოდ როგორც ძლიერი სპორტსმენი, არამედ როგორც ადამიანი. თამდაბლობა, პატივისცემა და სითბო, სწორედ ეს დეტალები ქმნის ნამდვილ ავტორიტეტს. ფანებისთვის ეს შეხვედრა დაუვიწყარი ემოცია გახდა, ხოლო მერაბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩემპიონი არის როგორც ოქტაგონზე, ასევე მის გარეთაც. ამჯერად როლები შეიცვალა და კითხვების დასმა ნინა მიტვირთა. მან მერაბს კითხა ჩამოთვლილი ქართული კერძებიდან რომელი იყო მისი ფავორიტი. სიაში მოხდა ისეთი ქართული კერძები, როგორიცაა ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული, ქაბაბი, საცივი, ლობიანი, ელარჯი და კუბდარი. ქართული სამზარეულოს თითქმის ყველა გამორჩეული წარმომადგენელი. მერაბმა პასუხი დაუფიქრებლად გასცა და თქვა, რომ ყველა ამ კერძს შორის პირველ ადგილს მაინც ხინკალს ანიჭებს. ხინკალი განსაკუთრებულად გამოხატავს ქართულ გემოს და ტრადიციას. ამიტომაც გამორჩეულად რომ უყვარს ჩემპიონს საერთოდ არ არის გასაკვირი. ბოლოს ნინა მეხუმრა, ხინკალი თუ ჯაკუზი, რაზეც მერაბს გაეცინა.